Ღაზის სექტორში 15 თვიანი ომის და მასშტაბური განადგურების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ რეგიონში სამომავლო სტაბილურობისთვის ახალი იმედები გააჩინა, თუმცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის შესვლის შემდეგ მსოფლიომ არაბულ ანკლავთან დაკავშირებით მოულოდნელი სიახლეები შეიტყო. ვაშინგტონს ამჯერად ომისგან განადგურებული ღაზის სექტორის დაკავება და მისი აღდგენა სურს. მოსახლეობა კი უნდა გადასახლდეს. დონალდ ტრამპი ღაზაში ახლო აღმოსავლეთის რივიერის მოწყობის პირობას დებს, თუმცა ამ იდეას მსოფლიოში ბევრი მოწინააღმდეგე უკვე გამოუჩნდა. განსაკუთრებით არაბულ ქვეყნებში. რას გულისხმობს ტრამპის ახალი ხედვა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში? გივი ბარამიძე გიამბობთ. დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში ახლო აღმოსავლეთის საკითხი მოულოდნელი სიახლეებით დადგა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გახდა პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ მიიღო. შეხვედრის დაწყებამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რეგიონში მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს. თუმცა რეგიონული პოლიტიკის ახლებური განსაზღვრის კონტურები უკვე შეხვედრის დაწყებისთანავე გამოჩნდა, როდესაც ტრამპმა ღაზის მომავლის ხედვები წარადგინა, რომელიც ღაზის მოსახლეობის სხვა ტერიტორიებზე გადასახლებას გულისხმობს. ფიქრობ, იორდანია და ეგვიპტე მიიღებენ. ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენ მიღებას. მე ვამბობ, რომ ისინი გააკეთებენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვა ქვეყნებიც მიიღებენ. ახლა ღაზაში ვერ იცხოვრებ და ვფიქრობ, რომ სხვა ადგილმდებარეობა გვჭირდება. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ის ადგილი, რომელიც ხალხს ბედნიერს გახდის. არ ამგონია, ხალხი უნდა დაბრუნდეს ღაზაში. მე ვფიქრობ, ისინი ჯოჯოხეთში ცხოვრობდნენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტს სხვა დეტალებზე შეხვედრამდე არ უსაუბრია, თუმცა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ დონალდ ტრამპმა ღაზის სექტორის მომავალთან დაკავშირებით ყველასთვის მოულოდნელი სიახლე გააჟღერა. კანადის და გრენლანდიის ტერიტორიებზე გაცხადებული პრეტენზიების შემდეგ ტრამპმა ამჯერად ღაზის სექტორის დაკავების სურვილი გამოთქვა. ამერიკის შეერთებული შტატები აიღებს ღაზის სექტორს. მის მფლობელობაში იქნება. პასუხისმგებელი იქნება ადგილზე ყველა საშიში გამოუყენებელი ბომბისა და სხვა იარაღის დემონტაჟზე. მოასწორებს ადგილს და გაათავისუფლებს განადგურებული შენობებისგან. შექმნით ეკონომიკური განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებისა და საცხოვრებლების შეუზღუდავ რაოდენობას. მე ვხედავ გრძელვადიანი საკუთრების პოზიციას და ვხედავ, რომ მას დიდი სტაბილურობა მოაქვს ახლო აღმოსავლეთის იმ ნაწილში და შესაძლოა მთელ ახლო აღმოსავლეთში. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პალესტინელებს სურთ ღაზაში დაბრუნება, არის ის, რომ მათ ალტერნატივა არ აქვთ. მე მიყვარს ისრაელი. მოვინახულებ მას და ვესტუმრები ღაზას და მოვინახულებ საუდის არაბეთს და მოვინახულებ სხვა ადგილებს ახლო აღმოსავლეთში. ეს უკვე დიდი ხანია ულტრანაციონალისტი პოლიტიკური ძალების სურვილს წარმოადგენს ისრაელში, რომ განდევნონ პალესტინელები მათი განსახლების ადგილებიდან და გააფართოვონ ებრაული დასახლებები. ნეთანიაჰუს სამთავრობო კოალიციის წევრები ამას ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ ითხოვენ. კოალიციური პარტნიორები დაუპირისპირდნენ ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გამოშვების გარიგებას და ომის გაგრძელებას უჭერენ მხარს. პრეზიდენტი ტრამპი ხედავს განსხვავებას. ის ხედავს განსხვავებულ მომავალს იმ მიწის ნაკვეთისთვის, რომელიც ამდენი ტერორიზმის ცენტრში იყო, ამდენი შეტევის ჩვენს წინააღმდეგ, ამდენი განსაცდელის და ამდენი გასაჭირის. მას განსხვავებული იდეა აქვს და ვფიქრობ, რომ ღირს ამაზე ყურადღების მიქცევა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ის იკვლევს მას თავის ხალხთან, თავის თანამშრომლებთან. ვფიქრობ, ეს არის ის, რამაც შეიძლება შეცვალოს ისტორია. დონალდ ტრამპის ინიციატივა წარმოადგენს ყველაზე რადიკალურ ცვლილებას შეერთებული შტატების პოლიტიკაში ღაზის სექტორის მიმართ. მას შემდეგ, რაც 1948 წელს ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა და 1967 წლის დიდი რეგიონული ომის შემდეგ. ეს არის ცვლილება ვაშინგტონის აქამდე დეკლარირებულ პოლიტიკაში, რომ ისრაელ-ღაზის კონფლიქტი ორი სახელმწიფოს პრინციპით უნდა გადაწყვეტილიყო. ტრამპის გეგმის ამოქმედების შემთხვევაში გადასახლება ღაზის სექტორის დაახლოებით 2 მილიონ მოსახლეს შეეხება. ჩვენ აქ მყარად ვრჩებით ჩვენს მიწაზე. ვისაც სურს აღდგენა, არ უნდა გაგვაგდოს აღდგენის საბაბით. დონალდ ტრამპი დაეხმარა ისრაელს პირველ რიგში ამ განადგურების პროცესში, რომელსაც აქ ვხედავთ. ამიტომ თქვენ უნდა აღადგინოთ ეს ჩვენთვის, სანამ ამ მიწაზე ვართ. თქვენ ვერ იტყვით, რომ ჩვენ უნდა დავტოვოთ ტერიტორია, რათა თქვენ აღადგინოთ. 1948 წლის ისრაელის და არაბული ქვეყნების ომის შემდეგ პალესტინის ტერიტორია 750,000-მდე ადამიანმა იძულებით დატოვა და მეზობელ ქვეყნებში გადავიდა, მათ შორის 100,000-მდე იორდანიაში. დამატებითი ტვირთის აღებას იორდანია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამ საკითხზე დღეს პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტმა და იორდანიის მეფემ ისაუბრეს. დონალდ ტრამპის განცხადებამ დიპლომატიური შოკური ტალღები გამოიწვია როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში. ღაზის მოსახლეობის გასახლების გეგმა სწრაფადვე უარყვეს როგორც შეერთებული შტატების მოკავშირეებმა, ასევე მოწინააღმდეგეებმა.
პალესტინელებს უნდა მისცენ სახლში დაბრუნების უფლება. მათ აღდგენის საშუალება უნდა ჰქონდეთ და ჩვენ მათთან უნდა ვიყოთ ამ აღდგენაში პრობლემის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაჭრის გზაზე. ჩინეთს ყოველთვის ჯეროდა, რომ პალესტინელების მართული პალესტინა არის ომის შემდგომი მმართველობის ძირითადი პრინციპი ღაზაში. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ღაზაში ხალხის იძულებულ გადაადგილებას და ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი მხარეები მიიღებენ ცეცხლის შეწყვეტას და ომის შემდგომ მმართველობას ღაზაში, როგორც შესაძლებლობას, რომ პალესტინის საკითხი უკან დააბრუნონ პოლიტიკური შეთანხმების სწორ გზაზე, ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის საფუძველზე, რათა მიაღწიონ ხანგრძლივ მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის სამთავრობო კოალიციაში ღაზის სექტორთან ერთად აქტიურად განიხილება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის დაკავების საკითხის, რასაც ისრაელში იუდეას და სამარიას უწოდებენ. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი არის ტერიტორია, სადაც განთავსებულია პალესტინის ადმინისტრაცია. ჯერ კიდევ ვაშინგტონში გამგზავრებამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ რეგიონის სახე უკეთესობისკენ შეიცვლება. ღაზისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპს დასავლეთ ნაპირზე კონკრეტული ამჯერად არაფერი უთქვამს, თუმცა სამომავლოდ მოსალოდნელია ინიციატივები. ჩვენ ამას განვიხილავთ თქვენს ბევრ წარმომადგენელთან. ხალხს მოსწონს იდეა, მაგრამ ჩვენ ჯერ არ მიგვიღია პოზიცია, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, ალბათ მომდევნო 4 კვირის განმავლობაში. ვაშინგტონში მოლაპარაკება შეეხო ირანსაც, სადაც ტრამპმა თქვა, რომ სურს შეთანხმების დადება, თუმცა გამოკვეთილი პირობაა, რომ ირანმა არ უნდა შექმნას ბირთვული იარაღი. თუმცა ნეთანიაჰუსთან შეხვედრის წინ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს ავალებს დააწესოს მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა ირანზე, სანქციების ჩათვლით. ასევე მემორანდუმის მიზანია ირანის ნავთობის ექსპორტის განულება. თეირანმა ნავთობის ექსპორტით 2023 წელს 53 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვეძლება რაღაცის გაკეთება, ისე რომ ის არ დასრულდეს კატასტროფული სიტუაციით. არ მინდა რომ ეს მოხდეს. მათ არ შეუძლიათ ჰქონდეთ ბირთვული იარაღი და თუ მათ ექნებათ ბირთვული იარაღი, მიუხედავად იმისა, რაც უბრალოდ თქვი, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სამწუხარო იქნება მათთვის. თუ მეორეს მხრივ მათ შეუძლიათ დაგარწმუნონ, რომ ისინი არ გააკეთებენ და იმედი მაქვს, რომ მათ შეუძლიათ ეს, ვფიქრობ, დაუჯერებელი მომავალი ექნებათ. დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ კიდევ მეტი ქვეყანა შეუერთდება ეგრეთ წოდებული აბრაამის შეთანხმებებს, რომელიც ისრაელის და არაბული ქვეყნების ურთიერთობების ნორმალიზაციას გულისხმობს. ეს უმთავრესად ეხება საუდის არაბეთს, თუმცა ამ ეტაპზე საუდის არაბეთი უარყოფს ისრაელთან შეთანხმებებს პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გარეშე.